ასლანს თხოვეთ. მე ვარ. ბაძო ასლან ეს ვერ ვიტან ამდეჩეზე იმას ხიხინებს და არაფერი არის. ბაძო ასლან მე გუშინ საღამოთი აღარ დაგირეკეთ, იმიტომ რომ ძალიან გაურკვეველი იყო სიტუაცია, ყველას ვესაუბრებოდი ბავშვებთან დაკავშირებით და ახლა მართლა ყველა იმას ვიღებთ, რომ დღეს გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მოიხსნას, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მაძოხებს, მაგრამ ანალოგიურად ესე იგი აქ ძალიან ესე ნერვიულობენ, იქ რო არის ეს ორი ქმარას ბავშვი დაჭერილი. ხო და მაშინ ისა ახლა 11 კაცი ავიყვანეთ. დიახ. შემოვიდნენ, ვითომ მესაზღვრები იყო პოდიდან, არავითარი მესაზღვრები არ არიან. და მე დავიწყოთ გასვლა გამოსვლა, როგორც აფხაზეთთან ცლით ყველა. არა, რა თქმა უნდა, ეს არის. ავიყვანთ რამდენი წინა ხალხს ახლა და გავცვალოთ. ჩვენი სამართალი დავადგინოთ. ხო და მე აქ სამართალზე ვისაუბროთ. ვინ მესაზღვრები უნდა მოსული? ხო, მესაზღვრები ვართ, მაგრამ აიყვან მესაზღვრები. დავრეკეთ იქ მათი ხალხი არ ყოფილა. და რა უნდა თოთელ მესაზღვრები? რა თქმა უნდა, ახლა 14 კაცი ტყულა შემოვა, ვერცრენი მოადგა 12 საათსა და 8 წუთს. დაზვერა იმაში ჩოლოქის ისა და წავიდა. ესე იგი, თუ კი რაღაცას ვიტყებთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ მზადა ვართ. ესე იგი, ჩვენ თავს დამნაშავედ ავცლობთ არაფერში. თუ გინდა პრეზიდენტმა აქ რამოდენა ხმები მიიღო. ესე იგი, რამდენმა კაცმა ხმა მიცა. ესე იგი, ესა მადლობის ისაა. ბაძო ასლან, ამიტომ მინდა ძალიან რომ რაღაცა ეს განიმოხტოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ მომწონს როგორც მინდის ეს ვითარება. ახლა 3 დღე არის ამ ბავშვების დაკავებასთან დაკავშირებით, 2 დღე არის გუშინ საკმაოდ მწვავე მქონდა საუბრები, მაგრამ აქ ეს ქმარას აქტივისტებმა და იმდენმა მისცეს ჩვენება, რომ ესენი ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მაგას გალახვას. ეხლა თქვენ რომ დაგაბრალო, რომ აქანე ჩამოდით და თქვენ არ გევდით მაგას. ბავშვები ისეთი კატეგორია არა, მაგრამ სხვა კატეგორია ხალხი მათ მიტინგზე მონაწილეობს, მაგრამ დოკუმენტი გვაჩვენოს, ეს დოკუმენტი რო არ გვევდნენ. მე მოგახსენებთ ეს ხალხი ვინც ამით იყო დაკავებული, რასაც პასუხობდნენ ამ იმაზე. მაგითო ბაძო ასლან რაღაცნაირად ეს უნდა იმას აქნათ, ალბათ ეხლა მე დღეს მქონდა საუბრები აქ ამათთან ყველასთან. შენი ამბობენ რომ არ ვითხოვთო ნამდვილად ყველას განთავისუფლებას, მაგალითად ვანო მითხრა მერაბიშვილმა, იგივე ნაციონალური მოძრაობის ისინი ვინც აყავთ აქტივისტები დაკავებული, არ არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ პარტიის წევრები არიანო და ბავშვებთან დაკავშირებით ეგება მოხერხდეს რაღაცა იქაც რომ არ იყვნენ დაპატიმრებული. მაგი გადაწყვეტონ მაგი და მე ველაპარაკობ მაგას. ეს მე იმედი მაქვს რომ ყველა შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყვეტება აქ დღეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდ ფორმას იღებს, ძალიან ცუდი რეაქცია არის ყველგან და მე იმედი მაქვს რომ გადაწყვეტება. ეხლა მეორე, მე ძალიან ვთხოვთ ახლა. აქ ჩამოვიდა პროკურატურის 3 წარმომადგენელი და 4 რევიზორი. ესე არ ხდება. წინათ აი ოქუაშვილთან დაკავშირებით, ოქუაშვილთან დაკავშირებით აქ ჩამოვიდა პროკურატურის წარმომადგენელი. იმავე წუთში მე მომახსენა, როგორც კი მომახსენა, დავავალე რომ შევქენეთ კომისია, როგორც კეთდებოდა ეს ყველა დროს, ყველა პროკურორის დროს. ესე იგი, საკონტროლო პალატა, საგადასახადო სისტემა, ჩვენი პროკურატურის თანამშრომელი და რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომელი შევიდნენ, გადათვალენ, აიღენ, ყველაფერი გააკეთეს. ეხლა ჩამოვიდა ეს 7 კაცი. თითქოს რაღაცა ისა აქედან დასაღებია ბოჭკები და რაღაც. ესე იგი, უთხარით, ძალიან ვთქვით, ბანკში მაგათ ეს დემონსტრებას გვიკეთებენ და ბანკში არ შეუშვებენ.
და არაფერი დასამალი არ აქვს და მე ვუთხარი მოვიდნენ შენთან და დაველაპარაკებინეთ. არ მოგწამდნენ. ესე იგი კიდევ დაძაბულობის ექსკალაციის ერთ-ერთი მომენტია, რა? იქნება დილამდე. და დარჩეს ეგ მე აი ამ ბავშვების მშობლები მიაგითხავენ იქა და თანაკურსელები ძლიერს ვაჩერებთ ყველაფერს ამას. აი ძლიერს ვაჩერებთ. ესე მამამისი გამოდის და ამბობს მე ავიღებ შიგნით ჩავიდებ რაღაცას და ავფეთქდები მაგათ ვიღაცასთან მივალო. აი ავფეთქდები, რა? ვეთხარი ახლა მაიგვაგლია ახლა დავაწესოთ ვაი ის არა ქვია აფეთქებები ისრაელში ხდებოდა იმაში არაბეთში. და ეს რუსეთში. მოდა მე ძალიან ვთხოვთ დაუძახეთ აი ამას დარჩეს ერთი პროკურორის წარმომადგენელი ერთი რევიზორი იყოს ერთი პროკურატურის წარმომადგენელი და ჩვენ ყველაფერს მივიცემ და ვანახავ არ გვინდა ეს დემონსტრირება ძალის ამათაც გვიან დაველაპარაკები მე უკრუაშვილს დავუძახებ გვიან და ამ საკითხებსაც ჩავივლი და დაგირეკავთ გვიანდრატო ეგეთ განან უკვე დილისერე ბაიბესე რა ქვია ბანკისტი რა არის გინა ეს პროკურორი ხო შვიდი კაცი დგას შიგნით ეგ ბანკისტი ეს თუ წინასწარ განზრახული არ არის ესე არ გააკეთებენ ჩვენმაში დგანან და იღებენ ტელევიზია აი ჩვენს კომენტარს გამოვალ და გავაკეთებ ამ კომენტარს ბანკში კომენტს ხო ნუ ესე ჩვენ რომელ ბანკში აი მორ ბანკში არაფერი არ არის ისეთ არაფერს არ ითხოვენ ისე რომ არ მიცენ მაგას არაფერი არ არის მაგ ბანკი ერთ-ერთი უწმინდესი ბანკია საერთოდ ეს Deutsche Bank შეეკითხები თუ სხვა ბანკებს მაგათ პარტნიორებია ესე იგი უწმინდესი ბანკია ხო და ესე იგი არაფერი არ არის მაგრამ რატო ვაკეთებთ ამ დემონსტრირებას საჭმელი სასმელი არ ხავს სინათლე არ აქვს ну ახლა თქვენ ხო ხედავთ ამ საბიუჯეტო იმაზე რაც მიმყავს მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავაგდეს ეს ძალიან არის სიტუაცია ხო და მე ისა ველოდები ახლა რომ ჩამოვა პრეზიდენტი მინდა ვესაუბრო გლობალურად ამ საკითხებს და ის არა ქვია მე გთხოვთ ეხლავე დაურეკოთ იმ უკუაშვილს კაი დაურეკოთ ხალხი და ეხლა ეს გაზეთები ჩვენი ძიღერთ და ის ძიღერთ და ვაჩვენებთ ახლა ამას იმას ტელევიზიაზე რა არის ნიგალგი და ჩვენ და ვაჩვენოთ რატო აკეთებენ მეუბნებით რომ მოდით ოფისში მოდის ჩემთან მეტაურს მათხოვა მოვიდეს ჩემთან რომ დაველაპარაკო ხო არ მოგწამდებიან ჩვენ დავალება გვაქვს აქ და ვიდგეთო აი ზუსტად ესე ჩვენ დავალება გვაქვს აქ და ვიდგეთო დაგვიეკენ გადით იქა და დადექითო ესე იგი რას უცდია რაღაცას ხო და თქო უნდა ჩვენ ყველაფერი მობილიზებული ვარ არ ვინა რაღაც პროვოკაციას წამოვიყოთ ჩვენ მე ძალიან ხო მე თქვენ რაღაცა მითხრათ მე გავაკეთებ იცით ხო ხო და დაურეკეთ და უთხარეთ კარგი ბაძასლან გავარკვევა ხო კარგი მე თუ დამავალებ და დარეკავთ კარგი იქნება თუ ბატონო